დღეს არის ბატონ დანიელის მეგობრის დაბადების დღე. გამოვეწყე. მომზადე წასასვლელად და ქვევით რო ჩავედით. სურათებს ვუღებდი. გასაგები არის პროვოცირება მოვახდინე. არ უნდა და სურათის გადაღება და ვთხოვე რომ გადავიღოთ თქო, გასაგები არის გაბრაზდა და დაიხალა და როგორც ხდება ხოლმე დედა ჩემი, იმიტომ მტკენს მე ლანძღავს რომ თვითონ ტკივა ხო, რომ ტკივილში რო არ იყოს უნაწი უნდა გაზიარება და ყველა უკაცრად ყველა აგრესიული ადამიანი ესე იქცევა და ეს არის ცხოველური საწყისი. ეს ძაღლი, როდესაც ყველაზე აგრესიული მაშინ არის ძაღლი, როდესაც ან ეშინია, ან ტკივილში, ან ასე შემდეგ. ან თავს იცავს. მოკლედ დანიელმაც ალბათ ეს უფრო თავდაცვა იყო ყველაფერი ერთად და ესე მითხრა რომ I don't like you არ მომწონხარო მატკინა მეტყობა თვითონაც რაღაც არ მოეწონა და მეთკინა ასე რომ თქვა და მეც უკაცრავად ვირუსი მომდებული არის ვირუსი ყველა რჩება დამიტოვა და ეცით რა არის გამახსენდა აი ეს ავთავდებ რომ ზუსტად ასე არის შეუსწორეთ საქციელი ან თვითონ კი არ არის ცუდი ეს იმას არის რომ თვითონ არის ცუდი არა თვითონ კარგი არის უბრალოდ აი მომენტში საქციელი ქონდა ცუდი და ვუთხარ რომ მე არ წამოვალ მეთქი მე შენმე შეურწყვა მომაყენე და იქ ადამიანიც იდგა შეურწყვა მომაყენე თან ადამიანიც იქვე არის რა მნიშვნელობა აქვს ისედაც ახეთ ამით რას მივახვედრე რომ მე არავიდან შეურაცხყოფას თავი არ მithქვამს თუ რატომ უნდა შეურაცხყოფის მოყენება იცით რა არის აი ეს რომ მithო რომ მე შენ არ მომწონხარო ეს შეიძლება ჩვენთვის ახლა არაფერი არ არის თუმცა მისთვის შეურაცხყოფის ყველაზე დიდი ფორმა არის დანიელისთვის იმიტომ რომ არ მომწონხარდან ის ანუ არ მიყვარხარ ცდილობს რომ თვითონ რო არ მოეწონა მატკინოს გესმით იმიტომ რომ დანიელმა არის ის სიტყვერი შეურაცხყოფა ანუ გინება და ასე შემდეგ იმიტომ რომ მე არ ვიგინები შესაძლოა ეს რაღაცები არ იცის სხვა ფორმები არ იცის შეურაცხყოფის ამიტომ რაც იცის აი მაქსიმუმ იმას ის ფორმა გამოიყენა რო გაიზრდება ახლა სხვა ისწავლის და აი ამ ელემენტარულს თუ არ ავუხსენი თავიდან ავუხსენით და ავუხსენი ყველაფერი და ვუთხარ რომ იცი რა თუ არ მოგწონა მაშინ მე არ წამოვარ შენთან ერთად რატომ უნდა წამოვიდე იმ ადამიანთან ერთად ვინც მეუბნება რომ არ მოგწონვარ გესმით ამიტომ აი ამ დროს ავუხსენი ამ დროს მარტო კი არ ავუხსენი ქმედებით ვაჩვენე რადგან როდესაც ვიბადებით პატარაობაში, ბავშვობაში ჩვენ ცხოველურ საწყისებში ვართ. შესაბამისად ცხოველს კი უნდა აუხსნა, თუმცა ქმედებით უნდა აჩვენა. პირველ რიგში აჩვენე როგორ იქცევი შენ, მშობელი. ამიტომ სიყვარული, როდესაც ბავშვი მე შემიყვარხარ, აჩვენე როგორ გიყვარ საკუთარი თავი. ასე ისწავლის სიყვარულს, გესმით? თქვენ გახდით, თქვენ როგორც გიყვართ საკუთარი თავი, ისე ეყვარება ბავშვს მერე მისი თავიც, გესმით? და თქვენ თუ თქვენი თავი უპირობოდ გიყვართ, შესაბამისად ბავშვიც უპირობოდ გიყვარება და ბავშვსაც საკუთარი თავი შეიყვარებს საკუთარ თავს უპირობოდ. აი ესე იქნება ჯანსაღად დალაგდება ყველაფერი. და ნახეთ მე ქმედ სიტყვით ავუხსენი დანიელ არ მომეწონა შენი ეს ქცევა დაუკვირდი შენს აქციელს მე შენ გვერდით არ ვიქნები თუ არ მოგწონა მაშინ რატო წამოვიდე მე არ ვიქნები იმ მომენტში ანუ ფიზიკურად არ ვიქნები ახლა იმიტომ რომ მინდა რომ მარტოთ არჩე შენს ფიქრებთან რომ დაუკვირდე იმას და ფიქრდე შენს აქციელზე გამოიტანო დასკვნა შენით მე ავუხსენი ყველაფერი რა მე წინა რატო მისიც გავიგე ნახეთ რატომ მოუნდა შეურაცხყოფის მოყენება თხოვე სურათის გადაღება არ უნდა და მე როდესაც ვუთხარი რომ კარგეს წუწუნით გადამიღეო ერთიო როდესაც გადავუღე ვუთხარი შეგიძლია გაიღიმო მეთქი და ისე არ მინდაო კარგი მაშინ კარგად ავიღოთ მეთქი და მე ხო გადამიღეო და მეთქი მასეთი სურათი ანუ მოწყენილი სახით სურათი ისედაც მაქვს მეთქი რა და რატო გადავიღო კიდე როდესაც და ამაზე გაბრაზდა და მითხრა რომ ანუ შეურაცხყოფა მოკლედ ეთკინა ეთყობა რა არ მოეწონა რაღაც და გადაწყვიტა რომ ჩემთვის ეთკინა როდესაც აი პატარა
პატარა რაღაცაში აუხსნით და ქმედებით აჩვენებთ შვილს. ყველაფერი სწორად ახიზრდება ბავშვი. ჯანსაღად. და პირველ რიგში ჯანსაღი უნდა იყოს ჩვენი ქმედება. მე არ მინდოდა რომ იცით როგორ რაღაცა რომ დამესაჯა. არა, უბრალოდ მინდოდა რომ მეჩვენებინა რომ იცი რა თუ არ მოგწონ ვარ. მაშინ რა მინდა. და არ მოვიჩვენე თავის არაფერი არ მოხდარა. შენ მე მატკინე, გინდოდა რომ გეტკინე ჩემთვის ხო და მე ასე მოვიქცე, მაშინ დავრჩები, რომ შენ დაგტოვე შენ ფიქრებთან, რომ ასე აღარ მოგინდეს გაკეთება. ასეთი საქციელი არ იყოს ცხოვრების გზამკვლევი. ესეც ჩართვა გამოვიდა. ანუ მე მაქვს ჩემი boundaries, როგორ არის boundaries ქართულად? მე ჩემ თავს დავიცავ ყოველთვის შეურაცხყოფისგან. არავის არ მიცემ მსოფლებას შვილსაც კი, რომ შეურაცხყოფა მომაყენოს. ნახეთ, ეს რო არ მეჩვენებინა, რო გაიზრდება, ის ჯერ დედას მიაყენებს, მე უხოთ გამოლანცხოს. ანუ მისთვის ეს ნორმა იქნება, იმიტომ რომ არავინ არ შეუსწორა, არავინ არ ასწავლა, რომ აი ასე მოქცევა არ არის ნორმალური. შენ რო გტკივა, სხვას არ უნდა ატკინო. შენ ტკივილში უნდა ჩაჯდე და გარდაქმნა რაღაც ნეგატივი შენ შორსა პოზიტივად. კი, ახლა არ იცის, თუმცა აი ასე ისწავლის. მე რომ მეთქვა რომ ასე კარგი, ან თვითონ არა, თვითონ რატომ უნდა დამესაჯა? თვითონ წავიდეს. მაგრამ მე არ წავალ მასთან ერთად. გესმით? ესე მიხვდება, რომ ესე იგი ეს ადამიანი დედა არავის არ აძლევს უფლებას რომ შეურაცხყოფა მიაყენო, ნიშნავს რომ მეც ასე მოვიქცევი. შვილი სამყაროს აღქმას დედით მშობლით იწყებს, მშობლებით. და როგორც წარმოაჩენს მშობელი თავს, სარკე არის, ისევე მოიქცევა შვილი. იმან მომაყენა მე შეურაცხყოფა, მე მივაყენე, ისწავლის ამას. იმან მომაყენა მე შეურაცხყოფა, მე მივაყენე, ან არ მივაყენე და მე ისევ წავედი, ვითომაც არაფერი არ მომხდა, რომ ისწავლის, რომ ესე იგი ვისაც მივაყენებ შეურაცხყოფას, ვითომ არაფერი, მე რა. ეს ვატკენ, მე რა. ამიტომ ასწავლეთ ჯანსაღი ურთიერთობა. მომაყენე შეურაცხყოფა. კი ბატონო, გასაგები ეს შენი არჩევანი იყო, მე ჩემ არჩევანს მივიღებ. მე ავღებულობ შენ ამ საქციელს და დავრჩები სახლში. მე ვუთხარი, არ წამოვალ თქო მაშინ თქო, შენ თუ აი ესე მომეკეცი. მე არ წამოვალ თქო. და მე რო ჩემი სიტყვა დამერხვია, მოკლედ, ფასი დაეკარგებოდა მისთვის ადამიანობას, გესმით, ადამიანის სიტყვას. ამიტომ, როდესაც შეურაცხყოფას მოგაყენებთ, შვილი კი არ დაიცვათ და რაღაცა. შემდეგ ფულის გადახდა მოგიწევთ, რომ ასეთი შვილისგან თავი დაიცვათ. არ მიიღოთ შეურაცხყოფა, არ დამალოთ შეურაცხყოფა, არ მიაყენოთ შეურაცხყოფაზე არის შეურაცხყოფით არ უპასუხოთ. დაიცავთ საზღვრები და ასწავლეთ შვილსაცამით. თქვენი საქციელით დაანახეთ, როგორ უნდა პირობად გიყვარდე საკუთარი თავი, პატივსცემდე. იყავით სიმშვიდის მაგალითი. მოკლედ კიდევ ერთხელ დავწუნდი, რომ რაც ხდება ყველაფერი ჩვენი საუკეთესო, ჩვენთვის ხდება, საუკეთესოდ ხდება, რომ ყველაფერს გულაგებს მოკლედ სამყარო საუკეთესოდ. და ნახეთ კიდევ კარგი რომ დავრჩით ძალიან სააჟიტირებული არის დედა ჩემი, ასე ცუდად არ ვიცი, აი
ძალიან ცუდად არის, დავდივარ, ვერ დავყალე. დღეს სავსე მთვარე არის და შეიძლება ამიტომაც ახლა უკვე მოიყვანეს ბატონი დანიელი მადლერი ვარ და კიდევ კარგი ეს სიტუაცია მოხდა მე სახლში დავრჩი, ესე მიგრძნო გულმა რომ ასე იყო აუცილებელი. კიდევ კარგი ეს მოხდა, თორედ კამერებთან ერთად დედაჩემს ვერ დავტურ, ანუ ვერ არჩებოდა. ასე ახლა ჩემთან უსაფრთხოდ არის. ვიდა ბატონი დანიელი და ეგრევე როგორც ტორტი აქვს იხლიაში. და როგორც კი მოვიდა და ხო რაღაც სტიკერი დააკარგა თურმე ლაბუბუ თურმე და როგორც კი მოვიდა მითხრა რა მითხარი დედი? ბოდიში და ესე მეუთხარი რომ იმიტომ აუხსენი კიდევ ერთხელ იმიტომ არ წამოვედი მეთქი რომ ესე ვიგრძენი შეურაცხყოფილად თავი მიგიდო და ჩემი ტკენა თქო და რა მითხარი დედი შენ? გავაგებ. და რა მითხარი? რატომ მითხარი ეს სიტყვა რეალურად რა? გაბრაზებული იყო თურმე. და სხვა დროს ესე კი აღარ მეტყვის, არამედ რას მეტყვი დედი? მეტყვი რომ დედა, მე გაბრაზებული ვარ, ხოდე? ხო, და რომ მეტყვი ამას და ვილაპარაკებთ რატო გაბრაზდი და ყველაფერს გავაკეთებთ რომ აღარ იყო გაბრაზებული, ხო დიდი? ანუ მიხვდი ხო ყველაფერს დე? აი ეს მინდოდა დედი რომ შენ ფიქრებთან დარჩენილიყავი, ბუბუ. შენ ფიქრებთან დარჩენილიყავი, გაიგე დედი? რომ მიმხვდარიყავი ყველაფერს. მიყვარი ხარ დედი.